უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ, რა ენერგიებში იქნებით ბალანსისთვის და ალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, პირად კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მომწეროთ Facebook მაყურებელმა Facebook შეტყობინების ოლში და ასევე WhatsApp-ს და Viber-ის ნომერსაც დავტოვებ. ესე იგი, დავიწყებ ახლა ჯერ ზოგადი ენერგიებით, მერე ვნახოთ პირადი ურთიერთობები, ფინანსები, ჯანმრთელობა და რჩევაც. თქვენ თუ დღეს ატომად ჯანმრთელობაც გადავწყვიტე, რომ მესაუბრა. ზოგად ენერგიებში ვიტყვი, რომ შესაძლებელია დიდი ხანია იმყოფებით, რაღაცა ერთ და იგივე მდგომარეობაში ჩაკეტილი წრეზე დადიხარ და გარკვეული სიტუაცია გიმეორდება ცხოვრებაში და ეხლა დროა უკვე ამისგან გათავისუფლდეთ, ცვლილებების დროა, ტრანსფორმაციების დროა. შეიძლება ყველაფერი ერთ კვირაში არ მოესწროს, იმიტომ რომ ეს ცვლილებები ძალიან ნელია, ძალიან მშვიდი, ძალიან წვეთობით ეტაპ-ეტაპ, ყოველდღიურად თითო ნაბიჯით რო იცვლება სიტუაცია, რაღაც წარსულის გაშვება, წარსული და ძველი ნეგატიური ამბების გასვლა ხდება თქვენი ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი ხდება ისევ და ისევ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში ახალი დადებითი ენერგიები შემოვიდეს და მეტი სიახლე, ანუ თუ ძველი არ გაუშვით და ძველი წარსულისგან, ნეგატიურისგან არ გათავისუფლდით, ახალი ენერგიები ფიზიკურად ვერ შემოვა, იმიტომ რომ რესურსი არ არის, ანუ ჭურჭელი რო სავსეა, ეხლა იმ ჭურჭელში სითხე, ანუ ახალ სითხე რაც არ უნდა ასხა, გადმოვა, ხო? არ ჩაეტევა. ესე ვართ ჩვენს ადამიანების ცხოვრებაც, ამიტომ მიიღეთ ეს ცვლილებები, რაც შეიძლება თქვენ ცხოვრებაში მოვიდეს. კვირაზე ვიტყოდი ისე ზოგადად, რომ აქტიური იქნება, საკმაოდ თავისი არსით მოდუნების საშუალება არ გეძლევათ, ბევრი მოძრაობა, ბევრი ენერგია ტრიალებს. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება. პირადში ცვლილებები ნამდვილად გექნება, თუ ეხლა ორი ვარიანტია პირადში და მომისმინეთ. თუ კარგად ხართ ურთიერთობაში და დალაგებული ურთიერთობები გაქვთ, შესაძლებელია, რომ ესეც გაგრძელდეს და სადღაც ერთობლივი გადაადგილება, ერთობლივი წასვლა, მოძრაობა იყოს. მაგრამ მე აქ ძირითადად ვერ ხედავ, რომ პოზიტიური სიტუაცია გქონდეს პირადში, აქ უფრო პრობლემურ სიტუაციებს ხედავ და ეხლა ვიტყვი მეორე პრობლემურ სიტუაციაში. შესაძლებელია აქ დიდი ხანი არის არჩევანის მდგომარეობა ურთიერთობაში და გაორებული და გაურკვეველი და ჩამოყალიბებელი სიტუაცია და აქედან გამოსვლა ხდება. აქ ხდება ძველი წარსულის, აი ისევ და ისევ რაც ზოგად ენერგიებში თუ ძველის დატოვება და ახლისკენ სვლა. შესაძლებელია ადგეთ და გაწყვიტოთ რაღაცა სახის კომუნიკაციაც კი პირადში, ან უკვე ჩაწყვეტილიც არის აქ კავშირი, მაგრამ მე აქ ხედავ, რომ ისევ წარსულზე, ისევ ძველზე შინაგანად ყოველ შემთხვევაში გაწყვეტილი არ გქონდეთ. შეიძლება ობიექტურ რეალობაში არ გქონდეთ კონტაქტი, მაგრამ თქვენი აზრები, თქვენი გრძნობები, თქვენი ემოციები ისევ წარსულში გხედავთ, ისევ წარსულის განცდებში ხართ და გაჩერებულები და იქ არ ხართ გაშვებული. გხედავთ საკმაოდ დაბნეულებს, გაურკვევლობაში მყოფებს, აქ შესაძლებელია პირადში ძალიან ბევრი თქვენთაგანთან არის ილუზიები, ტყუილები, რეალობის ვერ დანახვა, შეიძლება პარტნიორის თვალი აგიხვიოთ და რაღაცები არ გითხრათ და არ დაგანახოთ და თქვენც ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ადამიანები ხართ, ძალიან გრძნობის ადამიანები ხართ, რასაც აქ ხედავ, ეხლა ერთ კვირაში ყოველ შემთხვევაში ასეთ ენერგიებში ხართ და თითქოს ვერ ამჩნევთ აი რეალობას, ან გიჭირთ რეალობის და სინამდვილის აღქმა. ამიტომ ფართოდ გაახილეთ თვალები, არ ჩაიციკლოთ ზედმეტად თქვენს პარტნიორზე. მესმის ძნელია, მაგრამ არ ღირს ჩაციკლა. ფინანსებს რაც შეეხება. ფინანსებში ხარჯები გიჩანს შორის ამ ერთი კვირის განმავლობაში და მოკლედ მოსალოდნელი არის, მაგრამ ასევე ვიტყვი, რომ შემოსავალიც გექნებათ. თქვენს აქტიურობაზე, თქვენს ძალისხმევაზე, თქვენს მონდომებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული ახლო მომავალში, იმისთვის რომ თქვენი ფინანსები გაუმჯობესდეს. აი ფული შემოგდით, მაგრამ თითქოს ვერ გიჩერდებათ ხელში, აი სულ მოძრაობაში აიგრევე მოდის, გადის. ეს არის აქ პრობლემა ფინანსებში, თორე განაუფულოთ იქნებით, მაგრამ აი რაც შემოდის, ეგრევე გადის, ან რაღაცა ესეთი უეცარი ხარჯი გამოჩნდება, ან რაღაცა პრობლემა შეიძლება ხა ზოგიერთი საქმე ესეთი საქმიანობასაც ეწეოდეთ, რომ გიწევთ სულ მუდმივად აი ფულის გაცემა და ფულის შენარჩუნება გიჭირთ. აი განსაკუთრებით ვაჭრობაშია ხოლმე ესეთი საქმე და ბიზნეს საქმიანობაში. ჯანმრთელობას რაც შეეხება. პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ვიტყვი, რომ ახლა ამინდებიდან გამომდინარე, რომ კარგი იქნება თუ სიცხეს მოერიდებით და ზის დარტყმა არ მიიღოთ და ამასთან იყავით ფრთხილად ყურადღებით, წნევებთან იყავით ძალიან ყურადღებით, მაღალ წნევებთან განსაკუთრებით, რომ ხედავ, რომ არის მოსალოდნელი მსგავსი რისკები და
სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავს გაუფრთხილდით, ზედმეტად არ დაიტვირთოთ, არ გადაიღალოთ, რადგან შეიძლება მერე ძალიან აი სხეულმა როგორ რაღაც ქვაზე გააპროტესტოს და ცუდად აი უენერგიოდ გახდეთ და უცებ თქვათ გული წაგივიდეთ მაგალითად. ასეთ რაღაცები არ გაუკეთოთ თქვენ თავს, ფრთხილად მოიყარეთ. ასევე ჯანმრთელობაზე ვხედავ, რომ არის გარკვეული აი მოულოდნელობის რისკები, ტრაუმულ ავარიული სიტუაციები. ამასთანაც იყავით ფრთხილად. რაც შეეხება რჩევას თქვენთვის ერთი კვირის განმავლობაში, რა უნდა გააკეთოთ, რომ წინ წახვიდეთ, წინ წაიწიოთ და ასე შემდეგ. რჩევა არის ის, რომ რაციონალური აზროვნება უნდა ჩართოთ, ლოგიკა, ტვინის, აღიაზრი, პირველი რაც თავარია. მეორე, გამოხვიდეთ პასიური მდგომარეობიდან, გამოხვიდეთ მსხვერპლის როლიდან, იყოთ აქტიურები, იყოთ პროცესის შემქმნელები, აიღოთ მართვის სადავები, თქვენ თვითონ, აი რომელ პროცესშიც ფიქრობთ, რომ პრობლემაა. შეიძლება პირადშია პრობლემა, ეხლა უფრო აქტირადული მგონია, რომ პრობლემურია. შეიძლება ფინანსებში, ეს თქვენ განსაზღვრეთ იმ სიტუაციაში, სადაც სირთულებია, არ უნდა მოდუნდეთ, აი უნდა მიაწვეთ, რასაც ქვია ბოლომდე და თქვენ უნდა გაიტანოთ. ჯიუტობა გამოიჩინეთ, დაიცავეთ თქვენი პოზიციები, დაიცავეთ თქვენი ინტერესები, ცოტა ეგოისტები გახდით. რასაც უყურებ ხოლმე ხა პირად გაშლებთ რომ მოდიან. უმეტესად პარტნიორი ხდებათ ისეთი, რომელიც არის ეგოისტი და ამ დროს თქვენ კიდე პირიქით ემპათია და გრძნობა და ზედგადაყოლა და ზოგჯერ ესეც არ ვარ და ზოგჯერ თქვენც უნდა გაეგოისტეთ. თქვენი ეგო, თქვენი თვითშეფასება უნდა აიმაღლოთ, უნდა გააძლიეროთ. ცუდი არ არის რომ საკუთარი თავი გიყვარდეთ და დააფასოთ რაღაც მომენტში ვიდრე თქვენი პარტნიორი და ზედ არ გადაყვეთ იმ პარტნიორს. ზოგჯერ კარგია ჩვენ თავსაც მივხედოთ. გაითვალისწინეთ ეს რჩევა. არ არის ფინანსებზე გეტყოდით, რომ რესურსები არავის არ მისცეთ, შეიძლება დახმარება გთხოვონ, გასესხება ზედმეტი ხარჯებისგან თავი აირიდეთ ფინანსებში, არ გაცეთ ზედმეტი, მოკლედ რომ ვთქვათ ორი სიტყვით რჩევა, იყავით მომთხოვნები, მიმწოლები, მკაცრები, ჯიუტები და მობილიზებულები, აქტიურები და პასუხისმგებლიანები. საკუთარ აი სიტუაცია თქვენ უნდა შექმნათ და არ დაელოდოთ სიტუაციას გარედან, როდის რომელიმე ადამიანი ან რომელიმე სამსახურში უფროსი, როდის რამეს მოიფიქრებს და გადაწყვეტს. თქვენ აიღეთ მართვის სადავები თქვენს ხელში. ბალანსისთვის არ დაგავწოთ ვიდეოს დალაიქება. მადლობა ყურადღებისთვის.